Ეშკეთი ვაცაბიძე მუშაობს ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს პირდაპირ ეთერში ვრთავთ მთავრობის ადმინისტრაციას. Ღირებულებების ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა. 1 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა ერჩია ცხოვრება შიშის გარეშე. ხალხმა ერჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, წინსვლა, განვითარება და კეთილდღეობა. 1 ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლით მოიპოვა და დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლის გზა არ იყო იოლი. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს ხალხს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა იმ თანადგომისა და უდიდესი ნდობისთვის, რომელიც მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას კოალიცია ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას გამოუცხადა. მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის შემართების, მათი თავგანწირვის და გმირობის მიმართ. ეს გამარჯვება ნამდვილად არ იქნებოდა მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. და რა თქმა უნდა ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პოლიტიკური ერთობის კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი. ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და პროცესების არჩევნებადი მშვიდობიანად მიიყვანა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამარცხება. ღირსეულად ისე როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს ეკადრება. და სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლად დემოკრატია ასე ძნელად მოვიპოვეთ, ამ მონაპოვარს დამერწმუნეთ, რომ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ მართლაც ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი, ურთულესი წელი მე ვიტყოდი. თავისი სირთულეებით, თავისი გამოწვევებით და ჩვენ დავჭირდა სახელმწიფო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა. მაგრამ ჩვენი შევძელით ჩვენ განვითარების სწორგზაზე დავაყენით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო. ყველა სფეროში მივახციეთ მნიშვნელოვან წინსვლას. დაწყებულ ჯანდაცვით და განათლებით, იქნება ეს მეწარმეობის სახალისებით, სოფლის მეურნეობის ღირსშესანიშნავებით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით და სამართლიანობის დამკვიდრებით ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს და ვქმნით განვითარების პირობებს, რათა გზა გაუხსნა საქართველოს ეკონომიკისა და ქართული ხალხის სრულ პოტენციალს. გზა გაუხსნა ჩვენი ხალხის ნიჭიერებას. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე. არავინ არ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ გაძლიერდეს ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება სწორედ თუ რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია. და ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად სამოყვარო, რომ სულ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე მეგობრებო. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართული ხალხის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტური არის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანი არის მშვიდობიანად, რაც მე არაერთხელ მithქვამს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი. ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივი ამ წლის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 20 საათიანი ჩართულობა და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია. ჩვენი ქვეყნის აღშენებლობა არის ყველასთვის საერთო მიზანი. ეს არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. ეს უნდა იყოს ყველა მოქალაქის მიზანი. არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ბიზნესის თუ მედია საშუალებისთვის. ამიტომ ჩემო ძვირფასო, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი წინსვლა და ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ერი ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ სწორ გზაზე. ჩვენ ხელისუფლებას და ხალხის ახლა გავდივართ სწორედ ძალიან რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდს და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად ღირსეულად გავივლით ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპს. შეიძლება მე არ გამოვიწყო ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ის იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას
ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში. წინ ძალიან ბევრი მუშაობა გველის, ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ეკონომიკის რდა, რათა ჩვენი ხალხისთვის შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა, თითოეული ოჯახისთვის. ჩვენ ვახორციელებთ და უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სექტორებში. რასაც წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება. მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას და ჩვენ ვაშენებთ ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელთა შერყევას ვერავინ ვერ შეძლებს მრავალი წლის განმავლობაში. და ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრებაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება საამაყო. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 1 ოქტომბერს, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. მათ შორის მათიც, ვინ ჩვენ ხმა არ მოხსა. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ წინ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება. მადლობთ. ქრონიკის